Bicho, თავრობა უნდა გააკეთოს, აბა ვინ უნდა გააკეთოს? აბა ვინ უნდა გააკეთოს? რომ გიკეთებენ კი არა უნდა გააკეთოს, კეთონე? გიკეთებენ კი არა უნდა გააკეთოს. გიკეთებენ 1000 წლის მერე? ვის უნდა და რა მომკვდარიყო? ხო, რო არ უნდა და იმიტომ უნდა. ვის უნდა და? ვის მომისმინე? აქ რო ცხოვრობ, ვინმეს უნდა და რო აქ ცხოვრობ? ვინმეს ხო და ამიტომ შედინა და რაგიდა. ბიჭო, იმიტომ მინდა რომ ყველას უნდა ქონდეს სახლი კარი. ყველას უნდა იყოს სადი ხავი განოძალო. აი. დენი შეგნებას კი არა, ბიჭო რა. ზოგიერთებს რა. ზოგიერთებს ბიჭო რა. გამოვედი აქედა. აი გამწარებული ხალხი არის უკვე ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს აგინებენ, ერთი მთავრობას იცავენ, მეორე მთავრობას აგინებენ, მაგრამ პრობლემა არის ერთი და იგივე. ერთი და იგივე პრობლემა უკვე რამოდენიმე წელია. აქ ოცნების ქალაქში ყოველ წელიწადს 10-15 ხანძარი ხდება, ხალხი იღუპება, ხალხი ინგრევა, ოჯახები გადაშენების პირას არის და აგენი ერთმანეთს, ბიჭო, ორი ბავშვი ჩავარდა, ორი ბავშვი დაიღუპა და ამაში ერთმანეთს ადანაშაულებს ხალხი მთავრობის არააბრალი, არა მთავრობის ბრალია. წარმოიდგინეთ ხალხო რა დონეზე, მე არ ვიცი ვისი ბრალია. მე ვიცი რომ უსახკაროები არიან, იამაც არიელი არის, მე ვიცი ჩავარდე ბავშვები და მე ვიცი რომ დაიხჩვენ ბავშვები. ვისი ბრალია მე შენ გეტყვი. კი, მითხარ ეს არის ძველი ჯარები ხო ის? კი, ვიცი, მე არ დაღმაცხოვრობ აქედან 300 მეტრში. კი, აზნაურიშვილი ვარ. ძველი ჯარების ხო იცი რომ? კი, ძმა. მაკედან გამომდინარე იყო ძველი რაღაცა ის იყო. კი. მოსმული აუზი იყო. კი, ვიცი, მივხვდი მე, კი, გავიგე მე. ბავშვი იყო დახჭობილი. ერთი ბავშვი კიდე დაიხჭო მაგ. ხო, ორჯერ მე გადაღმა, მე გადავარჩინე, ორი ბავშვი შარშანს. ამაუსში. შარშანწირის წინ. პირადად ამაუსში. ხო, გასაგებია. ერთი ბავშვი დაიხჭო ადრე. კი. კიდე ძაღლი. ვიცი, აი, შენ დაგინახია, მე გადაღმიდა რომ გადმოვედი და ერთი დიდი ძროხა რო ჩავარდნილ იქეთ იამაში რო იყო, ჩემი ხრებით ამოვათრიე ძროხა. კი. და შეხები ხო რაკნეს. ერთმანეთში დგომა კი არ გამოხატეს და მაგას ვამბობ მე. ვითომ რაღაცა ძველი სინკარი, დამტრეული სინკარი. მე იტანეს შეოჯახდა ლოცვილო და ორი მანქანა ბალასტი ჩაყარე და გააქვავე. მაგას ვამბობ, ზუსტად მე. აგერ შეხედე, მე მყავს ჩემი ძმისშვილი, მყავს აგერ ჩემს ოჯახში. ზუსტად, შენი სახელი ძმა? მინდია. ხალვაში ვარ მე. აგერ კანალიზაცია ჩავარდა ჩემში და ლაივში ვარ თუ იცოდე და მე რა მისშვილი მყავს ჩემი ოჯახის გვერდით. კი, აუწიე და მე ვიტანე ჩემი სამსახურიდან და მე ჩავყარე თვითონ ბეტონი, ბალასტი არა, ბეტონი, დავა ბეტონი. გეთახმები, ჯიგარი ხარ. იმიტომ რომ ჩემი ძმისშვილი გამოდის გარეთ და მე რა ვიცი ყურადღება რომ ვერ მივაქცეთ რაღაცა მით ბავშვმა ჩავარდა. მართალი ხარ ძმა. არა, მე უბრალოდ გული რაზე მწდება იცი. ხალხის ბრალია, იმიტომ რომ ხო, არაფერ შვაში არა. ერთი მეორეს ჭამენ, რომ არა მთავრობის ბრალია, არა იმის ბრალია, ამის ბრალია და საქმეზე კი არ ლაპარაკობენ, რომ საქმე გაკეთდეს. ხო, მე საქმეს რო ეშველოს, მოდი? მე რეიციან და მე აყვირდებიან. ბიჭო, მანამდე ხო უნდა უშველო. რამდენი ხანძარი გაჩნდა ამ ოცნების ქალაქში. აი რა შეიძლება. ბევრი თვითონ აქვენ გაჩენილი, ბევრი თვითონ. მე მაქვს ჩემი თვალით გამახული რომ მათი გააჩინე. ვიცი, მაგრამ ჩდება ესე იგი. პრობლემა არის. ხო, თავრობა ამაში უძლური არის. ჩვენს უნდა დავეხმაროთ, ჩვენს უნდა შევთავაზოთ, ჩვენ ჭკვა უნდა ვასწავლოთ თუ არ ესვით, მიხდი? მე ჩვენ გვაქვს ახლა მაგალითად პროგრამა, მე თბილისში ვიყავი, დღეს მქონდა ზუსტად მაგი ლაივი ბიჭების ერთად ჩართული უსახკაროებზე.
არც ერთი უსახკარო არ უნდა იყოს, არც ერთი. აი იგერ გზებს აკეთებ მთავრობა, შუა ჭაუკვე შარშან გაკეთებული იგერ ტრასა აღარ არის. სახურავები მეიპარენ. გაქორდეს. გასაგებია. ხო, მაგრამ მთავრობის ბრალი რაში არის იცი? რკინიშჭები კი არ უნდა დაახურო. მეიფიქრო უნდა რაღაცა. ესე იგი იმან რომ მოიპარა, ხო, იმას საქმე ჭირდება ძმა და არა ქუჩაში ხეტიალი, პლანი არ ჭირდება, იმას არ უნდა, წამალით არ უნდა მოვამარაგოს, მიხდი? იმას უნდა საქმე ძმა. ქუჩაში რო არიბოდიალოს და მე მაგას ვამბობ რომ საქმით უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, ერთიანობა უნდა შევიკრათ. ეხლა რო იგერ ჩხუბობთ, ხო? ეს არაა სასიამოვნო, მიხდი რა ხდება? ცუდი არის. მე ახლა წამოვედი ნერვები მომეშალა. მეც უკვე მომეშალა ნერვები რომ ერთმანეთს უკვე აგინებენ. ერთმანეთს აგინებენ, ერთმანეთს ჭამენ. ესაა ცუდი. ამას თესავს, მას სისტემათ ესავს. მთავრობაში არიან კარგებიც, ოპოზიციაშიც არიან კარგებიც, ცუდები არ არიან. მაგრამ იქაც არიან ცუდები, იქაც არიან ცუდები. ეს პრობლემა გვაქვს, მა. მიხდი? ხო და ამ პრობლემას რო ვამბობ, რომ ასე არ უნდა იყოს, გახლეჩილი არ უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიყოთ, საქმეს ირგვლივ. ამას არ ესმით. გაუგონარი ხალხი. ვიცი, ხვდები. გაუგონარი ხალხი. არ უნდათ, იმენა გვერდში დგომა, არ უნდა. მესმის, მა, მესმის. მეგობრებო. აი ზუსტად ერთი ადამიანი, კაი ბიჭი, აგერ კიდე გამომეხმაურა. გითხარით, ერთიანობა გჭირდება, საქმის ირგვლივ გჭირდება ერთიანობა და არა რომელიმე ამ დედააფეთქებული პარტიების და მთავრობების გვერდში. აი ესე რომ უდგევართ ზოგი იმ პარტიას, ზოგი მთავრობას, საქმე არ კეთდება ამ ერთმანეთთან ჩხუბში, ამ ერთმანეთთან ყიამეთში, საქმე არ კეთდება. ორი ბავშვი დაიღუპა, ბიჭო, ხალხნო. ორი ბავშვი დაიღუპა, ბიჭო, გადაშენების პირას ვართ, ვეღარ ხვდები, რომ ერთმანეთს უნდა ამოუდგეთ გვერდში. ამდენი მიხვედრა როგორ არა გვაქვს. დავიწყეთ მოძრაობა, უსახკაროები, გამოდით, ორშაბათ, 5 საათზე, გელოდებით ყინულის სასახლის წინ. შევთქვათ პირი, ერთიანად ვიმოქმედოთ, ქართულად ვიმოქმედოთ. სიყვარულით უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, კი არ უნდა ვიჩხუბოთ რაღაცა აი პრობლემებზე. გემშვიდობებით. რა ვიცი ახლა რა იქ მისვლაც არ მინდა უკვე იმ დღეშია ხალხი უკვე რა